საჭმლის მომნელებელი სისტემა. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ენერგია. ენერგიით ორგანიზმს საკვები ნივთიერებები უზრუნველყოფს. მაგრამ საკვებში არსებულ ორგანულ ნივთიერებებს პირდაპირ უჯრედში შეღწევა არ შეუძლიათ. ორგანიზმში ისინი ფერმენტების მოქმედებით ქიმიურ გარდაქმნას განიცდიან. იშლებიან მარტივ მოლეკულებად. ამ პროცესს მონელება ჰქვია. და ის ჩვენ საჭმლის მომნელებელ სისტემაში მიმდინარეობს. საჭმლის მომნელებელი სისტემა ერთგვარი მილის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მისი კედელი სამშრიანია. გარეთ შემაერთებელ ქსოვილოვანი რომელიც დამცავ გარს წარმოადგენს, შუა კუნთოვანი უზრუნველყოფს ყლაპვას, საკვების გადაადგილებას მომნელებელ მილში და შიგა ეპითელური რომელიც გამოიმუშავებს ლორწოს. ლორწო ასველებს საკვებს და აადვილებს მის მოძრაობას საჭმლის მომნელებელ მილში. საკვების მონელება პირისღრუში იწყება. პირისღრუში საკვები ქუცმათდება, იღეჭება და ნერწყვით სველდება. კბილები ძლოვანი წარმონაქმნია. ისინი ზედა და ქვედა ყბის ფოსოებშია ჩამჯდარი. ზედა და ქვედა ყბაზე წინა მხარეს 4-4 ბრტყელი მჭრელი კბილია. ბასრი მჭრელებით მოსახერხებელია საკვების მოკბეჭა. მათ შემდეგ ორივე მხრიდან თითო წამახვილებული ეშვია მოთავსებული. ეშვები ემსახურება ლუკმის მოგლეჯვას. შემდეგ ორივე მხრიდან მოთავსებულია ორ-ორი მცირე ძირითადი კბილი. მცირე ძირითადი და შემდეგ კი სამ-სამი დიდი ძირითადი კბილი. ბრტყელი საღეჭი ძირითადი კბილებით საჭმელს ვაქუცმაცებთ და ვღეჭავთ. ენა კუნთოვანი ორგანოა. მას შეუძლია მრავალნაირი მოძრაობა. პირისღრუში საკვებს ასველებს და არბილებს ნერწყვი.
რომელიც გამოიყოფა 3 წყვილის ანერწყვილიდან. ეს ჯირკვლები იხსნება მათი სადინარები პირის ღრუში. ნერწყვილს გამოყოფს აგრეთვე პირის ღრუს ლორწოვანში უამრავი მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვალი. დაახლოებით 1.5 ლიტრი ნერწყვი გამოიყოფა. ნერწყვის შედგენილობა ასეთია: 98-99% წყალი, ფერმენტები, და ნივთიერება ლიზოციმი. ადამიანის ნერწყვლში არის ფერმენტები ამილაზები, რომლებიც რთულ ნახშირწყალს სახამებელს უფრო მარტივ ნახშირწყლამდე დისაქარიდებამდე შლის. ნერწყვი შეიცავს ასევე ნივთიერება ლიზოციმს, რომელიც ბაქტერიებს ხოცავს. დაღეჭილი ნერწყვით გაჟღენთილი ლუგმა ხახაში, ხახიდან საკვები კი საყლაპავში, ვიწრო ვერტიკალურ მილში გადადის. საყლაპავი მილის კედლები ტალღისებურად იგუმშება, რაც ხელს უწყობს საჭმლის გადაადგილებას კუჭის მიმართულებით. საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის მიერ გამომუშავებული ლორწო ასევე აიოლებს საკვების გადაადგილებას. საყლაპავი მილიდან საკვები კუჭში მოხვდება. სადაც ყოვდება დაახლოებით 4-6 საათი. კუჭის ლორწოვანი გარსი დანაოჭებულია. მაშინ დიდი რაოდენობითაა ჯირკვალი, რომელიც კუჭის წვენს გამოიმუშავებს. ადამიანის კუჭის წვენი უფერო სითხეა, რომელიც შეიცავს ფერმენტებს, ლორწოს და მცირე რაოდენობით მარილმჟავას. ლორწო კუჭის კედლებს მექანიკური დაზიანებისგან იცავს. მარილმჟავა ანადგურებს ბაქტერიებს და ფერმენტებს ააქტიურებს. კუჭის წვენის ფერმენტები პროტეაზებია. რომლებიც ცილის მაკრომოლეკულებს შედარებით მცირე ზომის მონაკვეთებად პეპტიდებად შლის. ცილა იშლება პროტეაზების წყალობით პეპტიდებად. კუჭის წვენის მთავარი პროტეაზა პეპსინია. მარილმჟავა ზემოქმედებით პეპსინი არააქტიური მდგომარეობიდან აქტიურში გადადის. კუჭში გათხევადებული საკვები წვრილ ნაწლავში ულუფებად იგზავნება. წვრილი ნაწლავის დასაწყისია 12-გოჯა ნაწლავი. თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება 2 დიდი ჯირკვლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, პანკრეასის და ღვიძლის სადინარი. ნაღლის ბუშტი, ნაღველი ღვიძლის სეკრეტია. ის გროვდება ნაღლის ბუშტში და მხოლოდ მაშინ გადადის 12 გოჯაში, როცა იქ საკვები ხვდება.
ნაღველი ხელს უწყობს ცხიმის მონელებას. კუჭკუჭა ჯირკვლის ანუ პანკრეასის წვენის ფერმენტები მხოლოდ უტე გარემოში მოქმედებს, მათ ააქტიურებს ნაღველი. 12 ნაწლავში საჭვლის მომნელებელი წვენის ფერმენტების გავლენით ხდება ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლა. და ნახშირწყლები. პანკრეასის პროტეაზები აგრძელებენ ჯერ კიდევ კუჭში დაწყებული ცილების დაშლას, ამილაზები ნახშირწყლებს შლიან გლუკოზამდე და ლიპაზები კი ცხიმებს გლიცერინად და ცხიმოვამჟავებად შლის. ნაწლავის კედლის ტალღისებური შეკუმშვა თანდათან გადაადგილებს ნაწლავებში საჭმლის ფაფას. წვრილი ნაწლავი. წვრილი ნაწლავის შიგა ზედაპირი ხავერდოვანი გვეჩვენება ხაოების გამო, რომელთა მეშვეობით მიმდინარეობს პროდუქტების შეწოვა. ნაწლავის მთელი ზედაპირი დაფარულია მილიონობით მიკროსკოპული თითის მსგავსი გამონაზარდით ხაოთი, მათ თავის მხრივ კიდევ უფრო მცირე ზომის მიკროხაოები აქვს. შეწოვა პროცესთა ერთობლიობაა, რომელიც ნივთიერებების ნაწლავიდან სისხლში გადატანას უზრუნველყოფს. პერისტალტიკის ტალღებით საკვები გადაადგილდება მსხვილი ნაწლავისაკენ. მსხვილ ნაწლავში გადამუშავებული საკვების ნარჩენები გროვდება და დაახლოებით 10-12 საათს ყვავნდება. მსხვილ ნაწლავში ნარჩენებიდან შეიწოვება დიდი რაოდენობით წყალი, მინერალური მარილები. მსხვილ ნაწლავში ბევრი ბაქტერიაა, ისინი აუცილებელია საჭვლის ნორმალური მონელებისთვის. მათი მეშვეობით წარმოიქმნება ზოგიერთი ვიტამინი. მსხვილ ნაწლავში ჩამოყალიბებული ნარჩენები ნახევრად მყარ მდგომარეობაში გადადის. ფორმირდება განავლის მასა, ფეკალიები, რომელიც სწორ ნაწლავში გადადის და ანალური ხვრელით გარეთ გამოიდევნება. ამ პროცესს დეფეკაცია ჰქვია.